მოგესალმებით, მეგობრებო, ხშირად წერენ ხოლმე, როგორ დავიცვათ თავი ენერგეტიკული თავდასხმისგან, მაგალითად, ან ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობაში, რა გავაკეთოთ, როგორ დავიცვათ თავი, ხო? ძალიან ცხოვრებისეული კითხვა არის, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ესეთ სიტუაცია, სადაც ენერგეტიკულად დამძიმებულად მოვდივართ საიდანღაც, მაგალითად, ან შეიძლება ვიყოთ დათრგუნულები ვიღაცების ატმოსფეროში რო ვიყავით, გარემოცვაში რო ვიყავით, ხო? მაგალითად, ცოტა უფრო აღმოსავლური ფილოსოფია იქნება ბუდიზმი, კრიშნაიზმი. მაგალითად, აქ არის საუბარი, როდესაც აურაში, ჩაკრების დონეზე აღწევს სხვისი ენერგია ჩვენში შემოდის. და ამ ყოველი ადამიანის ენერგიის უკან არიან დაბალი ვიბრაციის სულები, მაგალითად, რომელიც ასევე ავტომატურად ჩვენთან ენერგეტიკულად გვაჯდება, ესე რომ ვთქვათ. მე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს, არც ბევრი, მაგრამ მაინც ვლადიმერ ბენაიძესთან, რომელიც უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი არის, მუშაობს წლების განმავლობაში ენერგეტიკულ პრაქტიკაში და უფრო აურის დიაგნოსტიკას აი პროფესიონალურ დონეზე ვლადიმერი აკეთებს, 40 წელია მაგ მიმართულებით მუშაობს, მაგრამ არის კიდე აქ ცოტა სხვა ტექნიკების ფსიქოთერაპიაში გვასწავლიან მაგალითად ამ ტექნიკებს, მაგრამ ამას ვიყენებდით ჩვენ ეზოთერული სფეროდან დიდი ხნის წინ. და ფაქტიურად ეს ერთი იგივე ენაზე საუბრობენ, ერთი იგივე თემაზე სხვა ენით უბრალოდ და მე მინდა რომ აგიხსნათ, ადრეც გავაკეთე პატარა ვიდეო, სადაც ტექნიკებზე ვისაუბრებ, თქვათ როგორ შეგვიძლია ჩვენ ენერგეტიკული ბლოკების აღმოჩენა, თვით დიაგნოსტიკა, მაგრამ საერთოდ არის როგორც განსაკუთრებით წყლის ნიშნები, ვინც არიან ზოდიაქოზე როცა ვლაპარაკობთ, აქ ზოდიაქომზე არის გულისხმობა ზოგადად პლანეტები თუ წყლის ნიშანში არიან, თევზებში არის ენერგეტიკული დატვირთვა დიდი, მორიელი ნაკლებად ის გრძნობს, მაგრამ ნაკლებად რომ იზიდავდეს სხვისას, უფრო კირჩხიბი თევზები გამოყვეთილად არის ხოლმე, მე-12 სახლი, მე-4 სახლი, მე-8 სახლი ძალიან გრძნობენ სხვის ენერგეტიკულ ველს. და ამას ფსიქოლოგიურ ენაზე ქვია კონფლუენცია, შერწყმა, სხვის ენერგია და ჩემი ენერგია იმდენად საერთო ხდება, რომ მე ვეღარ ვიჯნავ, მაგალითად, მე ვგრძნობ იმას, თითქოს ეს ჩემია, განსაკუთრებით ახლა მე სახლში ლილიტი ვისაც ყავს ხოლმე, მათ ქონიათ ესეთი ჩივილები, იკიდებენ სხვის ნეგატივს და მე გადასცემენ სხვის ნეგატივს. ხშირად ესე არის, ან გრძნობენ ძალიან და კონფლუენცია შემოდის, მაგრამ ყველას გვაქვს რაღაც ნაწილში კონფლუენციის ელემენტები, ხო? და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ველის თეორიით თუ შევხედავთ, მაგალითად, ხო, აი ჩვენ გარშემო, ჩვენი აურა, რასაც ვიბრირებს, მაგალითად, თუ არა აქეთ გადაკაჩული ძალიან, მაგალითად, ძალიან დიდ წესიერებაში, ხო, აუცილებლად პოლარობას მივიზიდა ველში, ხო, ესე რა ვთქვა. ამიტომ ზოგჯერ თუ ნეგატიური ადამიანი შემოდის ჩემთან, იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ვარ ნეგატივი. შეიძლება მე დისბალანსი მაქვს უკვე, მე ძალიან გადავიჭერი სხვა პოლარობაში და დასაბალანსებლად მეორე ველის ენერგია მჭირდება. ზოგჯერ ეს არის. ზოგჯერ არის, რომ ზუსტად ამ კონფლუენციის ენერგიას უნდა შევხვდეთ. სად წყვეთ ჩემს სხეულთან, მაგალითად, ენერგეტიკულ საზღვარზე საწყვეთ კონტაქტს და გადავდივარ სხვის ველში, ან სხვა გადმოდის ჩემ ველში, ისე რომ ვერ ვხვდები. ეს ასწორულ ენერგეტიკასაც ახასიათებს, მაგრამ აი სუფთად ესე რომ ენერგეტიკული გაცვლა ხდება, ანუ დაკარგვა სხვის ენერგიაში და სხვისი ენერგია ჩემი მგონია, ეს არის ხშირად კონფლუენცია, ანუ შერწყმა. და ფსიქოლოგია ამას ხსნის როგორც დაცვით მექანიზმს კონფლუენცია, მაგრამ ეზოთერიკა ამას ცოტა ამ კონფლუენციის ელემენტს ცოტა სხვანაირად უყურებს. ეს არის, როცა აურა იმდენად ნატიფი გახსნილი ხდება, კარებს რო გააღებ და ყველა გზაბნეული შემოვა. აი ესეთი რაღაც არის უკვე ეზოთერულ ენაზე კონფლუენცია. ფსიქოლოგიურ ენაზე ეს არის ცოტა დაცვითი მექანიზმი, ხო? მაგრამ ჩვენთან აქ უფრო არის სადღაც ალარმი რო ინთება ჩვენში, შინაგანად რომ სადღაც არის პრობლემა. ანუ თუ ჩვენ გრძნობთ დაღლილობას ვიღაცასთან ურთიერთობით, მაგალითად, ეს ხშირად არის, ხო? განსაკუთრებით ისეთ ადამიანებთან, ვინც წუწუნებს გაუთავებლად, ვინც სულ ცუდ ხასიათზე, სულ რაღაცას ითხოვენ სამყაროსგან, შენგან, ყველასგან, რატო არ არის ესე და რატო არ არის კარგად და ეს ენერგია მთლიანად არის, მეგობრებო, კლასიკურ ეზოთერულ სამყაროში ვამპირიზმს ვეძახით ამ ენერგიას, ხო? და შენც რაღაცნაირად გიჩნდება განცდა, რომ აი რა მივცე, რომ თხოვს რა მივცე, ხო? და აი ესეთი
შინაგანი წუწუნი როგორ ყველაფერი ცუდად არის. სინამდვილეში არის ეს, რომ ნახე მე რა ცუდად თავარ ენერგია მჭირდება. ხო, ეზოთერულ ენაზე ესე ხსნით. თუ ვართ ამ სიტუაციაში, როდესაც გარშემო ვიღაცები წუწუნებენ და მე ჩვენ ვატყობთ, რომ რაღაცაში ფოთვა მოგვემატა, ან ცუდად ვარ და მე მქონია ხშირად ესეთი რაღაც და როგორი ტექნიკა არის, იცი, ძალიან კარგად ვიყენებ ამ გეშტალტურ ტექნიკას აი ამ ენერგიების აღმოჩენაში, ესე რომ ვთქვათ, ხო? ადრე შემოგთავაზეთ ესე რომ ხელებს ვახურებთ, მაგრად ახლა უშუალოდ აგიხსნით თეორიულ ტექნიკას, ხო? და ვიწყებთ მე აი ამ ენერგეტიკულად დასერჩვას საკუთარი თავის, ეს გეშტალტსაც გვასწავლეს სხვათა შორის body work-ის ნაწილში, სხეულზე მუშაობის ნაწილში, თუმცა ამ ტექნიკას ხგენებით წლების განმავლობაში ვლადიმერმა მასწავლა 10 წლის წინ, ზოგადად ენერგოპრაქტიკოსები ამ ტექნიკას იყენებენ და აი ესე ვსერჩავთ, ხო? და რომ მქონია, რომ აი სადღაც აი გრძნობ რაღაც უარყოფით ნეგატიურ ენერგიას და თან გრძნობ ჩემი არ არის ეს ენერგია, ხო? თავიდან გგონია რომ ჩვენი არის, მაგრამ აი დათრგუნული ვარ. წავყოლილ ვარ ისტორიას, ოღონდ აი ესე დასერჩვით. ზოგ ხელში შეიძლება ვიგრძნოთ ოდნავ თუ განსხვავებული ან ტემპერატურა, ან შეგრძნება წამოვა, ხო? რაც უფრო ხშირად ვაპრაქტიკებთ, უფრო მარტივად გამოგვდის მე და უფრო ხდებთ ხო ამ ენერგიას. არის მნიშვნელოვანი თითებში, ხელებში გაუშვათ ფოკუსი. ტვინ კი არ ვიფიქროთ, მთლიანად ხელებში წავიღოთ ფსიქოლოგიური ენერგია და აი ხელის, კანის, აი ეს ნაწილები გავხატოთ სენსიტიური. ყველა მთელი ემოციური ნაწილი აქ წავიღოთ და მე მიდის დასერჩვა. თუ სადღაც გრძნობ, ან გამაგრებული ენერგია, ან სიცივეა, ან მე განსაკუთრებით უფრო ცივ ენერგიას გრძნობ ხოლმე, როცა ვამპირულ ენერგიაზე არის აქ საუბარი. მე არის ესეთი მომენტი, რომ სადაც დავსერჩავთ აი ეს თავდახუჭრილი, ვეძებთ განსხვავებას, აი ტემპერატურული არის გადატვირთვა თუ არა, სასიამოვნოა თუ უსიამოვნო. აი აქ რო გადაუშვებ ეს ხურს, არა სასიამოვნოა, ჩემია. აი აქ ვცნობ რომ ჩემია, აი ხალხს რო ვილაპარაკო. აი აქაც გზოხე ცოტა ხნის წინაც გავაკეთე, სანამ თქვენ აგიხსნით, ვაპრაქტიკებ ხოლმე ამას და ნუ ნახე რომ ოკეი იყო. თუ იქ ნახულობთ რაღაცა ისეც არა ჩვენს, ხო? აი ესე თითქოს ჩადიხართ, აი წყალში უნდა ჩაყოთ ხელები და ამოიღოთ ეს ენერგია და დააკვირდეთ, ვისია, რა ფერია, რა ფორმა აქვს, რა ენერგია არის. მე რომ მქონდა ეს პრაქტიკა ბოლოს, აი ესე რომ გავაკეთე, ამოვიდა ცივი ყინულისავით წყალი. მეთქი, ვისი ხარ, შვილო, რა გინდა? სად დაიკარგე, ვის დაიკარგე და ნუ აი პირდაპირ გამიყვანა ფოკუსში ადამიანთან, რომელიც ცოტა ხნის წინ მანამდე ერთი კვირით ადრე ძალიან ბევრი იწუწუნა. ამ ადამიანთან გავედი. ეს კაი ხნის ამბავს გიყვებით და მაქედან დავიწყე, მივხვდი რომ ეს თერაპიულად მუშაობს, მე ჩემთან რომ მოდიან ფსიქოთერაპიულ ასტროთერაპიულ კონსულტაციებზე, მან ვიყენებთ ხოლმე ხშირად ამ ენერგიას, როდესაც ხედავ, რომ თქვათ აქვს ადამიანს ეს პრობლემა და მე არის ესეთი მნიშვნელოვანი, დავაბრუნოთ უკან ეს ენერგია. მივხვდეთ, რომ აქ შეიძლება შემეცოდა, აქ შეიძლება ზემოქმედება მოახდინა, ან ჩემი ტრამვა გააქტიურა, ოდესღაც შეიძლება მეც მიჭირდა, ან მეც ესე ვიყავი, ანუ სადღაც პროექცია, კონფლუენცია ერთად ირთვება მერე, ხო, პროექცია ეს არის რაღაცა სადღაც მე მსგავს სიტუაციაში ალბათ ვიყავი და ამიტომ დატრიგერდა, ხო, ეს სადღაც, ხო? აქედან გამომდინარე მე უშვებთ ამ ენერგიას უკან, ვაბრუნებთ საწყისთან, ავტორთან და მე ამ ენერგიას ისევ გადავდივართ, ხედავთ ხოლმე როგორც ეს სიცარიელი არის, შესავსები იქ, მე ხელებს ვადებთ იმ ადგილს, ზოგს აქ გულგერდის არეში აქვს, ზოგს ყელში აქვს ეს ენერგია, ზოგს თავში. ვადებთ სამკურნალოსავით, ფილა ენერგიას ხელები ეს გახურებული ვადებთ. ხვდებით, რის გამო მივიზიდეთ ეს ნეგატიური ენერგეტიკული ველი. ვუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენი არ არის და ჩვენ აქედან არაფერს არ გვაძლევს რეალურად, ჩვენ ვერ გავწმინდავთ სხვის ენერგიას და ეს არის ფაქტიურად დათური სამსახური. აი თუნდაც მე ძალიან მინდოდეს ვიღაცა რომ კარგად იყოს, მან უნდა ისწავლოს თვითონ გამოიმუშაოს კარგად ყოფნა. შეიძლება რამდენიმე ცხოვრება დაჭირდეს ამისთვის, მაგრამ უნდა გამოიმუშაოს. და როდესაც ადამიანი ან წუწუნებს, მაგალითად, ან ძალიან დრამაშია,
შენ შეგიძლია შესთავაზო, როგორ შეიძლება მოაგვაროს საკითხები. თუ ის არ იღებს ამ რჩევებს, ესე იგი მას არ უნდა რომ შეიცვალოს, ესე იგი ის დაჯდა უკვე პრინციპზე, რომ გამოიყენოს სხვისი ენერგია. ანუ მას თუ დახმარება არ უნდა, ესე იგი ეს ქრისტიანული ღირებულებების ენერგია არ არის, ეს არის უფრო წარმართული, ხო? რომ ვიღაცა მომწმინდავს ამ ნეგატივს, ან ვიღაცა მომცემს ენერგიას, ხო? სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ყველა ქვეყანაში ზოგადად კაცობრიობის ამბავში უყვები არიან ძირითადად ამ მეთოდზე ორიენტირებულები, რომ კი არ გამოიმუშავონ ენერგია, სხვისგან მიიღონ. ეს ესოთერული პრაქტიკოსები მაგალითად მსოფლიო მასშტაბით ან აი ისეთი ხალხი, ვინც აი მხოლოდ სამკითხავდადიან მაგალითად ან სხვადასხვა პრაქტიკაზე დადიან, გამწმინდე, გამომწმინდე, შემილოცე, გამომილოცე. აი ეს კატეგორია მთლიანად არის წარმართული ენერგეტიკა, ცოტა ფილოსოფიური ესოთერული ენით რო აგიხსნათ, როდესაც მე არ მინდა მივხვდე ჩემით რაღაცას და აი გარედან ვიღაცა მოვა და გამწმინდავს. აი თუ ამას ვაკეთებ, მაგრამ თან აი ჩემით მუშაობ, ჩემ ენერგიას ვდებ ამაში, აი ამას აქვს უკვე ძალიან დიდი შედეგი. აი ეს არის უკვე რეალური მუშაობა საკუთარ თავზე. ამიტომ არის რომ მე მაგალითად ყველანაირად ვცდილობ, რომ არ ვაკეთებ მხოლოდ პროგნოზირებას, იცით რა არის, თუნდაც რომ ეკითხებიან, რომ აი პროგნოზი გამიკეთე და არ მინდა სხვა არაფერი. აქ უკვე ჩანს, რომ ადამიანი აი ამ წარმართულ ენერგეტიკულ ველში არის, ახლა მე ყველაზე არ მაბობ, რა თქმა უნდა, აი ძალიან გამოკვეთილ იგრძნობა ეს თვითონ მოწერაშიც, რომ მე მინდა უბრალოდ გავიგო რა მოხდება. და პიროვნული განვითარება არ მაინტერესებს. აი ესეთ ხალხთან ვერიდები ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ აი რასაც მოგცემს სამი იმდენს წაიღებს, გინდ ენერგიას, გინდ რესურსებს, ხო? იმიტომ რომ ბუნება ესეთი არის. თუ ჩვენ არა ვართ იმ გზაზე, რომ ჩვენ ვაწარმოოთ ენერგია, აი მაშინ ხდებით ენერგოვამპირები. და აი მე თუ თქვენ ეხებით ესეთ ადამიანებს, რომელიც უფრო არიან ორიენტირებული, რომ მე არ მინდა განვითარება, მე მინდა აი გავიგო ასტროლოგია მაინტერესებს, იმიტომ რომ გავიგო როდის გამეხსნება იხვალი, რომ ფული მქონდეს, ან როდის გავთხოვდები, ხო? ანუ მე მინდა რესურსები, ენერგიები გამოვიყენო მხოლოდ და მხოლოდ პირადი კეთილდღეობა როდის მექნება. რაღაც ხვების იმედზე ვიყო, მე ჩემ თავს არა ვარ ორიენტირებული. ანუ ეს არის წარმართული აზროვნება, წარმართული ენერგეტიკული ველი. წარმართულ ენერგიებში ყოველთვის ვაწყდებით დიდ აგრესიას, როგორც წესით, შინაგან დიდ აგრესიას. შინაგან, ხა აგრესია ყველას გვაქვს გარკვეულწილად, მაგრამ აქ ცოტა სხვა რაღაცას ენერგეტიკულად მძიმე ენერგიებს ვეჯახებით აქ, ხო? არ გვინდა განვითარება, არ გვინდა გავიგონოთ სამყაროს ენა, არაფერს არ უსმენთ, მხოლოდ მინდა მივიღო, არაფერი არ მინდა გავცე. ეს ესოთერიკა დემონურ ენერგიებს ეძახის ამას. როგორც კი ესეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, უბრალოდ ვიღებთ მათ ნეგატივს მთლიანად, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი არის მე ვიცოდეთ რა გავაკეთოთ. აი თუ გვაქვს რაღაცნაირად შფოთვა, სხვათა შორის, აი ნერვოზული ენერგიები, ნერვოზული შფოთვა, შფოთვითი აშლილობები, დეპრესიები, კლასიკური ეზოთერული კუთხიდან ეს იხსნება როგორც ენერგეტიკულ დასუსტებად, ანუ ვიღაცა ხა აი მაგალითად ვლადიმერი ახსნიდა, რომ არის აქ ენერგეტიკული თავდასხმა. ეზოთერ ლაზარევი, სერგეი ლაზარევი პირდაპირ ამბობს, რომ აქ ენერგეტიკული თავდასხმა არის, დემონური ძალები არის, ოღონდ ამის მიღმას იამდვილ შეერთ ჩვენი არასწორი ქცევა. და ეს ან უნდა გამოვისყიდოთ, მოვინანიოთ, ну მთელი პროცესი არის აქ ჩართული თვითგაწმენდვის, ხო, თვით დახმარების. როდესაც ამ კუთხით მიდის ადამიანი, ხო, ესეთ სულიერი განვითარების კუთხით და სულიერი განვითარება ზოგჯერ გგონია ხოლმე, რომ სხეულს უნდა მოვწყდე და საათღაც ზეცაში ვიყო სულ. და პირიქით სულიერი განვითარება არის აი ზუსტად სხეულთან კონტაქტი, საკუთარ ენერგიებთან კონტაქტი, აი დაგრაუნდების ტექნიკები მაგალითად ეს არის მიწას დედამიწის ენერგეტიკაში შევიდე. ოღონდ ამ დედამიწის ენერგეტიკაში არის ასევე მტკინეული საკითხები. დედამიწა სიამოვნების დიდი სულიერების გამო კი არ უნდათ. ტკივილი არის და ეგოს კრიზისი არის. აქ და მაგიტომაც არ უნდათ და ეგო არის დემონური ენერგია ზოგადად. ამიტომ დედამიწაზე თავისუფლად იფარფატებს ენერგია, თუ მას ეგოს ჭიდილები არ აქვს, იდეაში რო აგიხსნათ, ხო, ეგოს ჭიდილი არ, მე არაფერი არ მტკივა, რაც არ უნდა მოხდეს, მე მშვიდად ვიღებ სამყაროს მოვლენებს, ხო? აი, როდესაც არის მიმღებლობა, ენერგეტიკულ გახსნილობას ვეძახით ამას, ხო?
როდესაც არის მიმღებლობაში ნაგანი, გახსნილი ვარ მე სამყაროსთან, აი მაშინ არის უკვე ეგო სადღაც დამუშავებადი, ხო? ყველას ყივა ყველა რაღაცას ვერ ვემშვიდობებით, მაგრამ ეს უნდა იყოს როგორი დონეზე, იცით, რომ ყივა, მაგრამ შემიძლია ამის მიღება, მე შემიძლია შევხვდე ამ დანაკლისს, ხო? აი ეს არის ეგოზე დამუშავება და ამისთვის ვარ ზუსტად დედამიწაზე, მე რასაც ვაკვირდებოდი ხა ამდენი პრაქტიკით, ამდენი თერაპიული შეხვედრებით, მაგალითად, რომ ხშირად აი ის რომ არ გვინდა დედამიწაზე, ამის მიღმა არის ეგო, რომ ეგოს არ უნდა სულიერ სამყაროდან ჩამოსა, ტკივილის მიღება არ უნდა შესაბამისად. და უფრო მძიმე ხდება მატერია მათთვის, უფრო დაუნდობელი, მოდით ისე ვთქვათ, უფრო სასტიკი დედამიწა, როდესაც ჩვენ ვებრძვით ამ ეგოს ენერგიას, ხო? და ჯანსაღი ეგო რა არის, როდესაც მე შემიძლია მატერიის კანონებში ტკივილი ვიგრძნო, დავამუშაო, გადაყლაპო, მოვინელო, პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, ხო, ეგეშტალ თერაპიაში რო არის მაგალითად რომ აი ბავშვი როგორ ღეჭავს საჭმელს, როგორ ყლაპავს, აი ეს იგივე არის პროცესი ფსიქოლოგიაშიც, რომ ჩვენ უნდა დავღეჭოთ ინფორმაცია, ცხოვრებისეული მოვლენები მოვინელოთ, მე აი კუჭაწავის პრობლემები ხშირად აქვთ ხოლმე, ანუ შეფერილობები, ნაწლავების პრობლემები, ვინც ვერ ინელებს სამყაროდან წამოსულ სიტუაციებს და იმას ემოციაში არიღებს, რაღაცები არის ტოქსიკური მისთვის, რაღაცებს არიღებს ადამიანი და ამას ვერ ამუშავებს მერე კუჭნაწლავი. თუ არის ღებინების შეგრძნებები ან გულისრევები, ზოგჯერ არის რომ ამ ნეგატივს ვერ ვინელებს, ზოგჯერ არის რომ ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები უკან მინდა ამოვიღო, ხო? და იცით როგორ რაღაც არის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი შეხვედრია, ზოგს ხონია ძალიან მძიმე, ხა ჩემთან მოდიან ხოლმე უმძიმესი ტრამვებით სიტყვაზე, მძიმე ისტორიებით, მაგრამ აი მე ციტრი სიმჯერა გულახდილად რო კითხრათ, რომ თუ ტრამვას შევხედავთ ეგოს კუთხით, რომ მე რატო დამემართა ეს, ხო? ეს არის ძალიან მტკივნეული და ძალიან დიდი ჭრილობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ თუ შევხედავთ ისე, რომ აი ამ ტკივილში კი არ ვკრავ ჩემ თავს ხელს, პირიქით შევუყარებ და მივიღებ, აი მაშინ ლაგდება ძალიან ბევრი რაღაცეები. ხო, ტკივილი უნდა იყოს კარმული, ეზოთერული, თუნდაც ასტროლოგია ამას ხედავს როგორც წინა ცხოვრებებში, რაღაცეები იყო, ტკივილები იყო და ეხლა ვადგავართ ამის გავლის გზას, რომ კიდე მეორდება სიტუაციები, ეზოთერული ასტროლოგია ესე ამბობს, რამდენად შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ. ისევ განმეორებადი შანსი გვეძლევა, აი ამ ტკივილს გავდივარ და მივიღო ეს ტკივილი, ხო? და ჩვენ თუ ამას არ ვიღებთ და ვიმსხრევით, ეს ისევ ეგოს თემებია, რაღაც სხვა ეგოს გეუბნებით, არ არის ის ეგო წამპარტავნება და რაღაც. ეს არის ტკივილი. ყოველგვარი ეგოს მიღმა არის დიდი ტკივილი და ტკივილის მონელება უნდა შეგვეძლოს, რაც არ უნდა იყოს ეს რაღაცა. სასტიკით, საშინელით ჩვენ უნდა ვისწავლოთ მიწიერ არსებობაში ტკივილების მიღება, თუნდაც ეს იყოს წარმოუდგენელი, ხო? არის რაღაცა ტკივილები, რომელიც ნუ აი გონებაში რო ვერ ეტევა, ზოგჯერ ესეთი რაღაცაც არის, მაგრამ იმისიც უნდა ვენდობოდეთ და იმისიც უნდა გჯეროდეს, რომ არის რაღაც სულიერი პროცესები, სხვათა შორის ეზოთერულ ენაზე, აი ეს ცხოველური ინსტინქტს რო ვეძახით, გადარჩენის ინსტინქტში ვაერთიანებთ, ხო, აქ ყველაფერს სადღაც აი ძალიან შორს მივდივარ ახლა, მაგრამ არის ეზოთერიკაშიც არ არის, ჩვეულებრივ გეოლოგიაშიც არის, რომ ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსებს შორის იყო აღრევა, ხო? ანუ იყო ცხოველური საწყისის და ადამიანურ საწყისთან აღრევა ადრე. და აი ეს მოყვება, ესე ვთქვათ, დნმ-ის დონეზე, ხო, ეს რაღაც ცხოველური ინსტინქტები. და აი ქრისტიანობამ შემოიტანა ზუსტად ეს, რომ ჩვენ უნდა ვაჯობოთ ჩვენს ცხოველურ ინსტინქტებს და ავიყვანოთ სულიერებამდე, ხო, ანუ დაიძრღუნოს ის ცხოველური ინსტინქტები და ეს ცხოველური ინსტინქტები ყოველთვის აი ეს ტკივილი არის და მიუღებლობა არის. ძალიან დიდი ტკივილი არის ეს, ხო? და როდესაც ადამიანს აქვს ან დეფლექსია, არ მინდა თავის არიდება, ხო? ამ ტკივილის მიღება არ უნდა. როდესაც მაგალითად უნდათ აი ეს ენერგოვამპირულად ხვის ენერგიაზე დაჯდნენ შეწუხებული სახით, რომ დადის ნახევარი საქართველო მაგალითად. ეს არის
დრამა ხოლო მიმართავს საქართველოს სადაც დრამატულ იმაში არიან სევდაში ხოლმე სევდაში ეს არის ვამპირიზმის ენერგია წუწუნის ენერგია რომ მე არ მინდა ჩემ თავზე პასუხისგებლობა ავიღო მე ამ წუწუნით უკვე სხვას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეს რომ რაღაცები გამიკეთან ხო რაღაცები ჩემ ნაცვლად გააკეთონ აი აგიტომ არის ხშირად იყენებენ სიტყვებს გაჭირვებულებს დაეხმარეთ დაცხოველები რა დროსია როცა ხარ ბავშვია და ისეთ რაღაცები რო არის ხოლმე და სიამოვნებაში ეს ერთი და იგივე თემა არის ზოგადად დახმარება ხო თუ ვინმეს უჭირს ყველა ხა დღეს ბავშვი შემხვდება და აღხმარება ხვალ ცხოველი შემხვდება ზეგ ადამიანის სხვა საკის სიტუაცია სიტყვას მაგრამ თვითონ ეს ტერმინები რომ მოთხოვნა არის შენ თუ გაქონდა დაეხმარო სხვას და არა თხოვნა უკვე ვამპირული მეტალობა არის მოდით ესე ვთქვათ ხო რომ შენ ვალდებული ხარ რომ მე აი ეს კომუნიზმმა მაქნა სხვათა შორის რუსული მენტალობა არის ეს და გარკვეულწილად ეს საცეცები კიდე არის ჩვენში ეს კომუნისტური ვალდებულების საკიდება სხვაზე ხო ეს ქართული მაინც არ არის ქართულ რეალობაში საერთოდ არ არის ამის ფოკუსში და აქედან გამომდინარე ამდენი შეწუხებული ხალხი ხდება პოტენციური ვამპირი მუდმივად და მე რომ ეკითხებიან თუნდაც როგორ დავიცვა თავი არის ძალიან საინტერესო ზუსტად ეს ტექნიკები. აი აურულ დონეზე რო აგიხსნათ, ხო? ენერგეტიკულ დონეზე. როდესაც ვიღაცის თვალი მეცა რო ვამბობთ, ან ვიღაცამ დამთრგუნა. როგორც წესი არის ჩვენი აურული საზღვარი. აურას აქვს ბევრი შრე და რაც უფრო სხვა ადამიანის ენერგეტიკული ველი არის დამძიმებული რას ნიშნავს ესოთერიულად იცით რომ აი თუ აქვს ადამიანს ნეგატიური დაბალ ვიბრაციული ენერგია ის აზრის ფორმებს ეძახდა ლედბიტერი სხვათა შორის ამას და შტაინერიც ასევე და ცოტა ენერგეტიკა აი რელიგია ამას ეშმაკებს ეძახის მაგალითად ეშმაკუნებს ხო ეშმაკუნებს ეძახის ხოლმე ვლადიმერი იქითა სამყაროში ანუ სიკვდილის ენერგია სადაც არიან ეს ეშმაკების სულები რომ ვლადიმერიც მიყვებოდა ხოლმე და სხვა შორის მე მქონდა ერთ-ერთჯერ უთხარი ერთხელ ვლადიმერს რომ რაღაც ძალიან ძიმე ცუდ ენერგიას გრძნობა. აი თითქოს ჩემი აურა მაფრთხილებს რომ რაღაცა ძალიან ცუდი არის შენ აურასთან. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. აი ახაც 2 დღე 3-4 წლის წინ იყო. აი ლოგინდა რომ ვერ დგები, ენერგია არ მქონდა საერთოდ და სიცივეს გრძნობდი. მე ძალიან სენსიტიური ვარ, სხვა შორის თერაპევტმა პრაქტიკებმა კიდე უფრო მომცა ეს შეგრძნებებში გავარჯიშება ხდება მანდ და კითხე ვლადიმერს და მაშინ მითხრა რომ იქითა სამყაროდან გიტევენო. ოღონდ როგორ რაღაცა არის ისიც რომ შეიძლება მაგალითად შენ ოჯახის წევრს უტევდნენ და ირიბად შენ იღებ უკვე მთელ დარტყმას ენერგია. შეიძლება შენს მიმართ არ არის კონკრეტულად შენ ან დედის მიმართ ან მამის ან ძმის მიმართ ან დის მიმართ და ჩვენ ერთ ოჯახურ აურაში რომ ტრიალებთ იღებდე შენს. ვინც უფრო სენსიტიურია ის უფრო ამას გრძნობს. და ნუ აი გამომაცალა მთელი ენერგია. მაშინ ნუ მე ამიხსნა თქვათ რა იყო მიზეზი, რითი მივიზიდეს, როგორ უნდა გამკლავებოდი და სხვა შორის ჩვენ თუ მთავარანგელოზებს არ ვთხოვთ დახმარებას, ხო? ისინი არ გივარდებიან და აქაც ხდება ხოლმე ის, რომ ამ დახმარებით ახლა მე როგორ ვაკეთებ ისეთ ხო არის ეს გეშტალტური ტექნიკა მაგალითად ახლა რაც გითხარით იმიტომ რომ აურაში რომელ ჩაკრაზე ზის ენერგეტიკულ ცენტრზე სხვისი ეს დაბალ ვიბრაციული ენერგია აქ შენ უნდა გრძნობდე ამას ხო ანუ ამ იმითი დიაგნოსტიკით უნდა იცოდე უკვე რაზე მუშაობ მე ამას რომ ენერგიას აძლევი ხვდები რატომ მიიზიდე ანუ გაცნობიერებული შეხვედრა ხდება და მე არის მე პირადად ჩემ ტექნიკას გეტყვით ხა არის მთავარანგელოზის სერაფიელი რომელიც უფრო ჯანმრთელობასთან ან მკურნალობასთან დაკავშირებული არის და ძალიან კარგი პრაქტიკა არის იმ დროს ამ მთავარანგელოზებს კონკრეტულ მთავარანგელოზს რომელსაც რაღაც აი ბოროტებასთან ბრძოლა რომელსაც ევალება ის ბნელ ენერგიას თუ გრძნობთ იმასე და თხოვოთ დახმარება თუ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იქ სერაფიელს თხოვოთ დახმარება მაგალითად თუ არის იქ რაღაც ცეცხლის ენერგია საჭირო მიქაელს თხოვოთ და ასე შემდეგ აი ამ ენერგიებს მთავარანგელოზებს რომ კონკრეტულად ვინ რა სფეროზე არის მიმართული შეგიძლიათ დაგუგლოთ
და კითხოთ, გქონდეთ ესე ჩამონათვალში ვის მიმართოთ ხოლმე გაჭირვების ჟამს და როდესაც ამ ენერგეტიკულ პრაქტიკას ვაკეთებ ხოლმე, ასევე მე ვთხოვ ხოლმე თავარ ანგელოზებს, კონკრეტულად ვინც არის იმ მომენტისთვის, ხო, ეს და მას ვთხოვ ხოლმე რომ ჩაერიოს და დამეხმაროს განკურნებაში. აი ამ ენერგიასთან, ამ სიტუაციასთან იქნება ეს ენერგოვამპირიზმი, მაგალითად ვთხოვ ხოლმე რომ დამეხმარონ, რომ ეს ენერგია დავაბრუნო მშვიდობიანად უკან, მაგალითად, ხო? თუ არის ეს ჩემივე უარყოფითი ენერგია, თავიდან როგორ გავეტიცით ამაზე? მქონდა აი ესე თერაპიულად აღმოვაჩინე, რომ რაღაცა შავი მაზუთის ენერგია დარბის. და რომ აი უარყოფით ენერგიას რო გრძნობ და ამოვიყვან ახლა ვუყურებ, თვალდახუჭული ვუყურებ ამ შავ ენერგიას და დავსვამ, გაიქცევა იმალება. გამოვიყვან, დავსვამ, კიდე იმალება. მივხვდი რომ შიში არის ეს, შიშის ენერგია. რო დავიწყეთ თერაპია, რომ აი გიშვებ და რაღაც არ მინდა რომ გამიშვა, პირიქით მეუნება ეს ენერგია და რო ვკითხე რომ შენ ხე ჩემი დაცვითი მექანიზმი ხარ, ესეთის ხარ მეთქი ჩემთან და აი ეს ენერგია მეუნება რომ მე რო არ ვიყო, ვერც გაიგებდი. რომ სხვის ენერგია არის, ესე რომ თქვა, თავდასხმაში შენთან, ხო? და სინამდვილეში ის დგას როგორც ალარმი, როგორც სადარაჯო, როგორც კი რაღაცა ჩემს აურაში სხვის ენერგია შემოდის, ეგრევე ის მაგძნობინებს. ალარმი არის, რომ შენ განდევნე ახლა და თვითრეფლექსია გააკეთე ამ უცხო ენერგიაზე. და თავისუფლად ვერ გაიგებ. ანუ მე მივხვდი რომ ნებისმიერი შიში კი არ უნდა გამდევნოთ და დაველაპარაკოთ, ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენთვის და მნიშვნელოვან დაცვას ატარებს. აქედან დავიწყე მე ამ ყველაფრის მოსმენა. და ეს არის უფრო აი ჭრილის ინტეგრაციას რო ვაკეთებ, სინამდვილეში ეს ჭრილი მაგრა გვეხმარება. სინამდვილეში სერიოზულად გვიცავს ის რო არ იყოს, ვერ რაღაცას ვერც ვიგრძნობდით. და ამასთან კონტაქტში, ამ პროცესში მე მაგალითად აი არ ტოვებ ხოლმე მარტო ჩემ თავთან, ჩემ თავს. თავარ ანგელოზები იქნება მაგალითად, აი სხვადასხვა სერაფიელი ქერუბიმები მაგალითად, აი ეს მაღალი იერარქიები ყველას თხოვ დახმარებას. რომ მე ეს აღმოვაჩინე და დამეხმარეთ, რომ აქედან განვიკურნო. არის თქვა სხვა პრობლემები ჯანმრთელობაზე, ხო გვტკივა რაღაც მაგალითად. ამ ენერგიას ველაპარაკებით, რისთვის ხარ, რა დაბლოკე ჩემში. და ანუ ამ ყველაფერთან ერთად მუშაობთ კომპლექსურად. ესე იგი, თვითდიაგნოსტიკა ვაკვირდებით, სად არის ეს ენერგია, იქნება ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, იქნება ენერგეტიკის დიაგნოსტიკურად, რომ მე ვგრძნობ, რომ რაღაცა ან გამომფიტა ვიღაცასთან ურთიერთობამ გამომფიტა. ხვდებით ამ ენერგიას, ვთხოვთ მთავარანგელოზებს დახმარებას, დავაბრუნებთ ამ ენერგიებს უკან, მაგალითად, და მთავარი მე ამ ენერგიასაც ვეკითხებით, რომ რატომ მივიზიდეთ, რა გვიტრიგერდება მათ, ხო, ან გადარჩენის სურვილი, რომ ვიღაცას დავეხმარო, ან ჩემი განუკურნებელი რაღაც ჭრილობები, რომელიც გავს ისტორიასთან შეიძლება იყოს, ან ყოველთვის რაღაც ესეთი ტკივილი, ან ესეთი ენერგია გვახსენებს რაღაცა ჩვენ პირად ისტორიას. ყოველთვის არ არის, ხანდახან არის უბრალოდ რომ აი ვიღაცა წუწუნით ვინ წაიღო და ვერ ვხედავ რომ აქ ვამპირიზმი არის, მეწოდება ადამიანურად, ანუ ემპათიურ ნაწილში ყველაზე მეტად ვამპირიზმის ხარპლები ემპათიური ადამიანები ხდებიან, ხო? და ვინც ახლა მეორე მხარეს არის და ვინც უწუწუნებს სიტყვაზე, ხო? ნელა უნდა ისწავლონ მან ენერგიის თვითონვე ამუშავება, თორე ეს ვერე ციკლური არის, მე აუცილებლად ამ ფულს დაკარგავენ, ან ჯანმრთელობას დაკარგავენ, სადღაც უნდა ჩვენ გამოვისყიდოთ მე ეს, ხო? ვისაც ვართმევთ, ეს ვალებია. ვალებს ვიგროვებთ. მე შეიძლება მართლა ფიზიკურად ვალებში ჩავარდეს ადამიანი, ხო? იმიტომ რომ უკვე მიდრეკილება არის, მივიღო ის, რაც მე ჯერ არ გამომიმუშავებია. ამიტომ ამას ვაკვირდებით ძალიან სერიოზულად, ეს ძალიან ვრცელი თემა არის, ახლა არ მინდა რომ ძალიან გადაგღალოთ, მაგრამ მაინც ამას უნდა დააკვირდეთ, არის ტექნიკები, როდესაც გვეხმარება პირიქით ესეთი სიტუაციები შევხვდეთ, რა გვიტრიგერდება, რა ენერგია არის, როგორ დავიცვათ ჩვენი საზღვრები, აი ამ საზღვრის მომენტში სად ვარღვევთ ასევე ჩვენ საზღვრებს, ძალიან კარგი სადიაგნოსტიკო საშუალება არის. და თუ დაგაინტერესათ, ნახეთ, გამოიყენეთ ხოლმე ეს პრაქტიკა, შეგიძლიათ მოიწონოთ ეს ვიდეო თუ დაგაინტერესათ, ან კომენტარები დაწეროთ, სხვებსაც დაეხმარება, ვისაც სჭირდება ხოლმე მსგავსი ინფორმაციების გაგება, ესე რომ ვთქვათ, და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის და წარმატებას გისურვებთ.